დამდეგ შობა ახალწელს გილოცავთ მეგობრებო, ყოველივე ცუდი და ნეგატიური წაიღოს 2025 წელს. 2026 წელი ყოფილიყოს ჯანმრთელობის, ხავის, ბარაქის, წარმატების, სიყვარულის და ბედნიერების წელი. რას გაძლევთ 2026 წელი? ეს წელი გაძლევთ ძალას, იმედს. ვიტყვით, რომ ახლა თქვენი დროა და იზრდება თქვენი თვითშეფასება. ნაკლებად ემოციურ დამოკიდებულებაში იქნებით სხვებთან მიმართებაში, მეტი შინაგანი სიმტკიცე გექნებათ. ჩნდება ახალი შემოსავლის წყარო. არა უცებ, არამედ ეტაპობრივად. ფინანსური სიმშვიდე იგრძნობა ამ ჭიქიდან. სადღაც ვიტყოდი, რომ არც უნდა იჩქაროთ, მაგრამ არც უნდა გაჩერდეთ. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ისე ვიჩენს თავს წარსულიდან, მაგრამ ეს დაბრუნება ძალიან ფრთხილად უნდა მიიღოთ. მოდის ძველი პრობლემური ისტორიის გასაგრძელებლად. ან შერიგებისთვის. ამ ადამიანთან მაინც ფრთხილად უნდა იყოთ, იმიტომ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გვაქვს აქ. ამ პიროვნებასთან მიმართებაში. ეს წელი იქნება ძვირფასებო, წელი განახლების, გამყარების. ცოტა მოულოდნელი ქაოსებია მოსალოდნელი უფრო წლის მეორე ნახევარში, მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველაფერს მოერევით. თქვენს ხელთა ყველაფერი ნახეთ, რამხელა ჩიტი გიჭირავთ. ეს არის წარმატების ჩიტი და ახალი გზა. ფარშევანგი. ეს წელი ძვირფასებო ხურავს იმ ციკლს, სადაც ბევრი ითმინეთ, პასუხებს ელოდით და სხვების ნაბიჯებზე იყავით დამოკიდებული. კიდევ ვიტყოდი, ის რაც გაიწელა და გართმევდა ენერგიას, თავისით მქცივდება. კიდევ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხანი არ იღებდით. და ეს გადაწყვეტილება იქნება თქვენთვის სასარგებლო. ვინც ელოდება ახალ სიყვარულს, ეს სიყვარული არ იქნება ხმაურიანი, მაგრამ იქნება ნამდვილი. ასევე აქ ხედავ, რომ ყველას უზიარებდით თქვენს გეგმებს და ამ ეტაპზე ყველას თავის გეგმებს აღარ გაუზიარებთ და უფრო კარგად წავა თქვენი საქმე. თქვენ აღარ კარგავთ დროს იმაზე, რაც არ გეკუთვნით. ბევრისთვის იქნება პასუხი ამაში. შინაგანი სიმშვიდე მოდის და განცდები, რომ სწორ გზაზე ხართ და ზუსტად ასეც იქნება. ეს წელი, მეგობრებო, ძალიან კარგული წერია, გაითვალისწინეთ. გიბრუნებს იმას, რაც ადრე არ დაგიფასდა, ან რაც დაუმთავრებელი დატოვეთ. ბალანსი გექნებათ ასახდგენად. რაც თქვენია, თქვენთან მოდის, რაც არა საბოლოოდ მიდის. მაგალითად, ავადმყოფობები, პრობლემები.
ნეგატივი. ამ წელს ძვირფასებო თუ ყურადღებას მიაქცევთ ინტუიციას, წვრილ დეტალებს, ინტუიციური არხიდან სწორ კარს გააღებთ. ვიტყოდი, რომ სამყარო გპასუხობს ყველა შენს კითხვაზე აბსოლუტურად და შენ აღარ ირჩევ სიტყვებს მომავალ წელს, შენ ირჩევ ქმედებას. ვინც გპირდება, მაგრამ არ მოქმედებს, არ აკეთებს იმას, რასაც გპირდება, საბოლოოდ გცილდება ეს ადამიანი. და კიდევ 2026-ში აღარ შეინარჩუნებთ ისეთ ურთიერთობებს, აღარ შეინარჩუნებთ, სადაც ადამიანი მარტო იმის გამო გინდა რომ შეინარჩუნო, რომ მარტო არ დარჩევ. ასეთ ურთიერთობებს ვეღარ შეინარჩუნებთ. სამყარო განთავისუფლებს და გაგანთავისუფლებს პრობლემური ურთიერთობებისაგან.